აი ძირითადი რისაც არის დაკავებული ჩვენი მოსახლეობა, მაგრამ სამწუხაროდ აი ეს არის ამათი დღევანდელი შემოსავალი. ყალის არ მყოფნის გამო. აი ეს არის დღეს. სოფელ დაშტაფას მოსახლეობამ სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართა. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ისინი ადგილზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს ახმამეთ იმამყულიევსაც შეხვდნენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ერთადერთი შემოსავალი, რომლითაც ბანკიდან აღებულ კრედიტების გასტუმრებას გეგმავდნენ, უწყლობის გამო სრულად განადგურდა. სოფელ დაშტაფას მცხოვრებლები გზისა და ნაგვის ურნების არარსებობასაც უჩივიან. უკვე 20 წელია სარწყავი წყალი ნორმალურად არ მოგვეწოდება. მარტო ხელა ქალი ვარ, 300 მეტრი მიწის ნაკვეთი მაქვს. უწყლობის გამო საერთოდ ვერაფერი მომყავს. ყველაფერი რაც ვიწოლე და მოვიყვანე ბაღში სიცხეების გამო გახმა. არა გვაქვს არც სასმელი წყალი, რამდენი ხანია ნორმალურად არ მიგვიღია. სასმელი წყალი არ გვაქვს, სარწყავი წყალი არ გვაქვს. სოფელი ნაგვის ნარჩენებითაა, სავსე არავის არ გააქვს, ურნები არ გვიდგას. ვის მივმართოთ და როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემები არ ვიცი. რამდენი ხანია სარწყავი წყალი არ გქონია, ყველაფერი გადახმა. ეს ჩემი ბაღია. ნახეთ, ყველაფერი გაფუჭებულია. წყალი აუცილებლად გვესაჭიროება. 5000 ლარის ოდენობით ბანკიდან კრედიტი ავიღე. ამას ვინ გადამიხდის? მოსახლეობა დაგვირეკა გუშინ წინ რომ მოთხოვარ ჩვენთან შეხვედრა იმასთან დაკავშირებით რომ იყვნენ წინა კვირაში მოსახლეობა იყო გამგეობაში წყალთან დაკავშირებით, სარწყავი წყალთან დაკავშირებით, სასმელი წყალთან დაკავშირებით, ანუ დღევანდელი ძირითადი პრობლემა რაც არის ამ სოფლის ძირითადი პრობლემა ეგ არის რომ სარწყავი წყალი არ მოდის, იმიტომ მოსახლეობა თხოვს რომ სარწყავი წყალი მოვიდეს, რადგან ჩვენ ყველა ვიცით რომ მარნეულის რეგიონი არის სოფლის თითქოს სოფლის მეურნეობით დაკავებული და ძირითადად ეს სოფელი 90% არის სოფლის მეურნეობით დაკავებული. ყველას აქვს აღებული კრედიტები და ვერ ვიხდით იმ კრედიტებს იქიდან გამომდინარე რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს წყალი თუ არ იქნება, ანუ შემოსავალიც არ გვექნება და მოსახლეობასთან შესახვედრად დაშტაფაში მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ და პრობლემები თავად ადგილობრივებისგან მოისმინეს. გამგებლის მოადგილისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით აღნიშნულ სოფელში და ზოგადად მთელს მუნიციპალიტეტში წყლის პრობლემა რეალურად არსებობს, თუმცა მათ მოსაგვარებლად ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვა მიმართულებით სამუშაოებს აწარმოებს. Господин, вот это да, вы хотели, что Марниули была, да? Вы до сегодняшнего дня почему не приходили? До сегодняшнего дня почему не приходили? Вы узнали, что я и наша команда встречается с народом, у них есть претензия. Хорошо, вы же говорите, дайте мне... Пожалуйста, я вас слушаю, господин Зам. Я очень сожалею, что он говорит. что в данный момент такая ситуация с Марнеули. В течение 20 лет вот эта проблема стоит. Почему? В течение 10 лет, когда вы командовали, почему не сделали? Я к этому народу сказал. Вот этому народу, да. С презрением сказал. Что кому вы за кого голосовали, идите к нему. Они голосовали за меня. И я пришел сюда. Это мне народ говорит. Это мне народ сказал. Были? Вот. Народ был. Ты ошибка сделала, ты его выгоняешь из дома. Нет. А мы ошибка сделали, в другом голос стали. Ну что? Значит так, мы договорились в течение недели. Через неделю месяца безотказно. ხალხი მართლაც მართალია. წყალი ჭირდება მოსახლეობას. წყლის ნაკლებობა არის, ეხლა მელიორაციის სამსახურის ხელმძღვანელიც დაძახებული იყო აქ. მართლაც პრობლემები არ არის, ჩამკეტები არ არსებობს აქ. სპონტანურად ვისაც მოუნდება, წყალს გადააგდებს თავის ბაღჩაში, ესე ვთქვათ, ყანეში და საბოლოო ჯამში სრულიად მოსახლეობას არ მიეწოდება ეს წყალი, სარწყავი წყალი. ეხლა მივიღეთ გადაწყვეტილება ამ მეურნეობის ხელმძღვანელობასთან ერთად სოფლის მოსახლეობა ჩაერთვება ამ ესე ვთქვათ სიტუაციაში და გააკონტროლებენ წყლის მიმოქცევას. ეხლა თქვენთან იცით შემოკარგებო რომ მარნეულში წყლის სასმელი წყლის და სარწყავი წყლის პრობლემა არის 10 წლეულობით დაგროვებული. ძალიან დიდი სამუშაოები ჩაატარა შარშან წყალმომარაგების კომპანიამ სარწყავი არხების რეაბილიტაციისთვის. ასევე გამგეობამ ძალიან ბევრი სარწყავი არხი გაწმინდა. თავისთავად ცხადია, რაოდენობა წყლის მართლა არ ყოფნით
ძირითადად სოფლის მეურნეობით არის ეს ხალხი დაკავებული. დებეტი არ არის იმ ხელა რომ ყველას ეყოს და აი როგორ იცი რომ კონდეთ მათ წყალი ძალიან უხვად, მაგრამ ის მინიმუმი რაც არის და რაც აუცილებელია მათი ნათესების მოსარწყავად, მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს რომ მიიღონ. უახლოეს დღეში მათ დღეს უკვე წყალია აქვთ. რაც შეეხება სასმელ წყალზე წელსაც ჩადებული გვაქვს სარეაბილიტაციო სამუშაოები. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მე საუბრის დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ მთელი მარნეულის რაიონში სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემა არის დაგროვებული დაახლოებით 10 წლეულებით. შესაბამისად, მიდის მუშაობა 20 წლის და 30 წლის დაგროვებული პრობლემას ჩვენ 2 წელიწადში ვერ მოვაგვარებდით. მაგრამ დინამიკა იმისა, რომ სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდეს, ძალიან კარგია და მუშაობს. მილიონიანი პროექტია სასმელი წყლის შიდა ქსელის დაქსელვისა. გზებზე ამ სოფელში მოხრეშვითი სამუშაოები იქნება. მომავალი წლისთვის დავიგეგმებით და იმიტომ რომ ბიუჯეტი მოგეხსენებათ არ გახლავთ უსაზღვრო და უსასრულო, შესაბამისად დაგეგმვის პროცესში მომავალი წლისთვის გავითვალისწინებთ ამ სოფლის პრობლემასაც. ნაგვის პრობლემას რაც შეეხება, მაგმიმართულებით ვმუშაობთ, იმიტომ რომ თვითონ ახლა დიდი პროექტი უნდა განხორციელდეს ნაგავსაყრელის ახალი ნაგავსაყრელის განთავსებისა იაღლუჯის მთაზე. ქუთლიარის ტერიტორიულ ერთეულში სტიქიის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ორი სოფლის ხუდოლეჟბანინისა და თაზაკენტის დამაკავშირებელი ხიდის ნაწილი წაიღო. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმაცია მარნეულის ტელევიზიას სოფლის მცხოვრებლებმა მოაწოდეს. ადგილობრივების თქმით, სოფლების დამაკავშირებელი ხიდის დაზიანების გამო რაიონში ჩასვლა შემოვლითი გზებით უწევთ, რაც მეტ დროს და ხარჯებს მოითხოვს. აღნიშნულ თემაზე ჩვენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ზაურ ტაბატაძეს ვესაუბრეთ. მისი თქმით, პრობლემის მოგვარების მიზნით ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. სტიქიის დროს წყლის დონე მაიწია და ხიდი ორივე მხრიდან წაიღო. ეს ხიდი ისედაც დაზიანებული იყო და წყლის მოვარდნას ვერ გაუძლო. ჩვენ მივმართეთ ადგილობრივ თვითმმართველობას. წარმომადგენლები მოვიდნენ. ხიდი დაათვალიერეს და გვითხრეს, რომ თანხებისარეაბილიტაციოდ უკვე გამოიყო, მაგრამ ჯერ არაფერი გაკეთებულა. კარგია, რომ ჩვენს ზარს გამოეხმაურეთ და მოხვედით, იმედია პრობლემა მოგვარდება. ქალაქში ხშირად დავდივართ და ქუთლიარის გზით გვიწევს შემოვლა. მაღაზიაც არ გვაქვს სოფელში, მეორე სოფელში ვერ გადავდივართ. ადრე თუ 1 საათი გვჭირდებოდა მარნეულში ჩასასვლელად, ახლა მეტი დრო გვესაჭიროება. ვთხოვთ, რომ ეს პრობლემა დროულად მოგვიგვაროთ. წყალდიდობამ გამოიწვია ხიდის დაზიანება. ამ წუთას საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს გადაუდებელი აუცილებლობით. უახლოეს პერიოდში გვექნება პროექტი და ასევე გადაუდებელი აუცილებლობით მოხდება ამ ხიდის აღდგენა. მაქსიმალურად შევეცდებით ძალიან მოკლე ვადებში. დაახლოებით ალბათ 3 კვირა ერთი თვე მაინც დაჭირდება თვითონ პროცედურას იმის პროექტის შედგენისა და მერე სამშენებლო სამუშაოებზე ხელშეკრულების გაფორმებისა. თვითონ ასე რომ საქმის ყურში ვართ, კონტროლზე გვყავს, მაქსიმალურად მოკლე დროში შევეცდებით მის აღდგენას.